ეხლა მოგიყვებით თუ რა მოხდა ეკოვუდში და რა გავუკეთე თათიას. ჩემთვის პატიოსნად ვმუშაობდი ეკოვუდში. ალბათ თათიამ გაიგო, რომ ეკოვუდში შავი პარასკევია და მოვარდა და მოკანდა. 2 დეკემბრამდე უნდა ალბათ ქალბატონს მოასწროს რაღაცეების შეძენა. აქაც მეტყობა როგორ გაუმწარდი. ძებნა დამიწყო, მე რა თქმა უნდა დავიმალე. დამირეკა, მე ფიჭვის და ლარიქსის ფასადებს შორის ვიწექი, მეგონა ვერ მიპოვი და მაინც ვუპასუხე ჯანდაბას. ავდექი და გავაკითხე. ვაგრძნობინებდი, რომ მისი დანახვაც არ მინდოდა. მაგრამ მე როგორც ეკოვუდის თანამშრომელს არ მეკადრებოდა, რომ მას კარგად არ მოუმსახურებოდი. დავათვალიერებინე ღობის და ტერასის მოსაწყობი მასალები. შემდეგ დარაბებზე გადავედით. გეგონება სულ დარაბებიდან იხედებოდა ახალგაზრდობაში. შემდეგ ეს ლაკიბურჩია მისი გაუბედურებული თმისთვის, რათა სიბზინვარე შემატებოდა. გადავინაცვლეთ შემდეგ განყოფილებაში. აქ გადავწყვიტე მისთვის თავში ჩამერტყა, მაგრამ უცებ შემომიბრუნდა და ბედი ჰქონია. შემდეგ აკაციის ფილები დაინახა ქალბატონმა. გეგონება სულ აკაციებზე დადიოდა ბავშვობიდან. აქაც გადავწყვიტე მისთვის თავში ჩამერტყა და აქაც შემომიბრუნდა. ღმერთო, რატო აქ ესეთი ბედი? ყავაც მოითხოვა ქალბატონმა. ყავაც გავუკეთე. ნელ-ნელა ვღიზიანდებოდი, ჩემ თავს ვეღარ ავწნობდი. ნეტა ამ ძაღლმა დაგგლიჯოს, მაგრამ ესეც ხის არის. შემდეგ ტროპიკული ხის მასიური კარის უკან დავიმალე, რომ აქ მაინც ვეღარ მიპოვისთქო, მაგრამ ისევ დამიძახა, გავღიზიანდი და ამ ყველაფრის მოთმენა აღარ შეიძლებოდა. ეს გინდოდა ქალბატონო? ხო ეს გინდოდა? აი ეხლა შენ რაც გელოდება არ იცი. გავკოჭე, დავაბი და გადავწყვიტე ყველაზე მაღალ თაროზე შემომესვა და დაძველების ეფექტი მიმეცა. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ მინიმუმ 1 წელი ამ თაროზე დამეტოვებინა. რა თქმა უნდა შევასკუპე, მე ჩამოვხდი ჩემი მანქანიდან და გავიქეცი საწყობიდან. ეს უზარმაზარი კარი ჩავრაზე ზუსტად 1 წელში დაგიბრუნდებით. ამ კარს 1 წელში გავხსნი. 2026 წლის შავ პარასკევს.